კორუფციულ სკანდალს უკრაინაში ფართო რეზონანსი აქვს. ლაპარაკია კოდურ სახელებზე, მდიდრულ ვილებზე და გამდიდრების სისტემაზე, რომელიც გავლენიანმა ადამიანებმა უშუალოდ ომის დროს შექმნეს. კლოუნი განაგრძობს ყოველდღიური მიმართულების გავრცელებას და გამოძიების მიმდინარეობაზე კომენტარს არ აკეთებს. წერს სტატიის ავტორი. ამ კვირის დასაწყისში ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრეი ერმაკი გაათავისუფლეს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. კაშკაშა და ნაწილობრივ ბევრისთვის აუტანელი ფიგურა, რომელიც თანამდებობიდან 2025 წლის ბოლოს კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს დაკავებიდან 4 დღის შემდეგ 2.007.000 ევროს გირაოს სანაცვლოდ. თანხა წარადგინა 7 იურიდიულმა და რამდენიმე ფიზიკურმა პირმა, მათ შორის სერგეი რებროვმა, უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა. თუმცა სიაში თვალშისაცემად არ არის მისი უახლოესი თანამებრძოლის, იმ ადამიანის სახელი, რომელთან ერთადაც ერმაკი რუსული სპეცოპერაციის პირველი დღიდან კიევში რჩებოდა. ბუნკერში შტანგას მასთან ერთად წევდა და ქვეყანას მართავდა. ლაპარაკია ზელენსკიზე. იმის თქმას, რომ პრეზიდენტი გაქრა არასწორია. 48 წლის ლიდერი ყოველდღიურად ავრცელებს ვიდეო მიმართვებს და აქვეყნებს პოსტებს სოციალურ ქსელში ომის და ქვეყნის საქმეების შესახებ. მაგრამ კორუფციულ სკანდალში მისი გარემოცვის ირგვლივ ახალი გარემოებების თაობაზე, რომელიც წელიწადზე მეტია უკრაინაში რყევებს იწვევს და განსაკუთრებით იმის შესახებ, რომ თავად ყველაფერი იცოდა და მონაწილეობდა დუმილ სინარჩუნებს. გერმანულ ველთან ინტერვიუში ცნობილი უკრაინელი ანტიკორუფციული აქტივისტი დარია კალენიუკი ამბობს, არ არსებობს სერიოზული საჯარო განცხადებები და ხელშესახების შედეგები. ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს პოლიტიკური პასუხი უნდა გასცეს. პირდაპირ მტკიცებულების გარეშეც ზელენსკის მიმართ პოლიტიკური კითხვები რჩება. არ არის გამორიცხული, რომ ის რაღაც ფორმით თავადაც იყო ამ საქმეში ჩართული, აცხადებს აქტივისტი. ერმაკის წინააღმდეგ ბრალდება ფულის გათეთრებას ეხება. გამოძიების ცენტრში ამ მდიდრული კომპლექსი კიევის შემოგარენში, კოზინში 4 ვილა, თითოეული 1000 კვადრატული მეტრის ფართობზე. გამოძიების მონაცემებით ამ ობიექტების აშენებისას შესაძლოა გათეთრდა დაახლოებით 8 მილიონი euро. ეს საქმე არ არის ენერგეტიკულ სფეროსთან დაკავშირებული უფრო დიდი კორუფციული სკანდალის ნაწილი და მის შესახებ წელიწადნახევრის წინ გახდა ცნობილი. თითქოს სახელმწიფო კომპანია ენერგოატომის მენეჯერები კონტრაქტებისგან ეგრეთ წოდებულ ატკატებს იღებდნენ. გამოძიების ვერსიით ამ ფულის ნაწილი ვილების მშენებლობაზე მიდიოდა. გამოძიებლები პროექტ ზელენსკის უახლოეს გარემოცვას უკავშირებენ. ფიგურანტებს შორის არიან ერმაკი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი და ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, პრეზიდენტის ყოფილი პარტნიორი, რომელმაც 2025 წლის ბოლოს დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანა დატოვა. ვილების მეპატრონეები რომ არ გამოჩენილიყვნენ, კოდები ჰქონდათ R1, R2, R3 და R4. ერმაკის კოდად R2 ითვლება. თავარი კითხვაა, ვის ეკუთვნოდა R1. უკრაინელი ჟურნალისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ სატელეფონო მოსმენებში ამ ვილასთან მიმართებით ახსენებენ სახელს ვოვა, ვლადიმერის შემოკლებული ვერსია, წერს სტატიის ავტორი. უკრაინელი ჟურნალისტი ინა ვიდერნიკოვა მიიჩნევს, რომ სკანდალი სისტემურ პრობლემას ასახავს, რომ ომის დროს საზოგადოების ძალისხმევის პარალელურად არსებობდა ელიტების გამდიდრების დახურული სისტემა. ის აღნიშნავს, რომ ცალკეული ფიგურების გადადგომა თანამდებობიდან სისტემის ცვლილებას არ ნიშნავს, რადგან მთავარი ინსტიტუტი არ იცვლება. მისი აზრით, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, მაგრამ ომის დასრულებამდე არჩევნები შეუძლებელია. მისი დამთავრება კი პუტინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, უკრაინა პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდა. ალ-ჯაზირას ინფორმაციით, ირანს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. ირანის მილიარდობით დოლარის აქტივზე აკრძალვის მოხსნა, შეერთებული შტატების მხრიდან საზღვაო ბლოკადის მოხსნა და ნავიგაციის აღდგენა ჰორმუზის სრუტეში. შეთანხმება მოიცავს ასევე ამერიკული არმიის გაყვანას ირანის მიმდებარე ტერიტორიიდან. ბირთვული საკითხების განხილვისთვის მხარეებს ეძლევათ 30 დღე გაგრძელების შესაძლებლობით. ირანელმა დიპლომატმა ისტორიული პარალელი გაავლო. რომაელების წარმოდგენაში რომი მსოფლიოს უკონკურენტო ცენტრი იყო, მაგრამ ირანელებმა მათი ეს ილუზია დაანგრიეს. როდესაც ფილიპე არაბი სპარსეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთისკენ დაიძრა, კამპანია რომის გამარჯვებით ვერ დასრულდა. ის დასრულდა სასანიდების მოთხოვნილ პირობებზე და იმპერატორი იძულებული გახდა ამ პირობებს დათანხმებოდა, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაგაიმ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელი ჩამოაშორა ირანთან მოლაპარაკებებს, წერს New York Times-ი ისრაელელ და ამერიკელ ჩინოსნებზე დაყრდნობით. ირანზე თავდასხმის წინ 28 თებერვალს პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ არამხოლოდ იყო სიტუაციურ ცენტრში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, არამედ ხელმძღვანელობდა დისკუსიას და აკეთებდა პროგნოზს, რომ ამერიკა-ისრაელის ერთობლივი დარტყმა დიდი ალბათობით გამოიწვევდა ისლამური რესპუბლიკის დამხობას. სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ, რაც ოპტიმისტური პროგნოზები არ გამართლდა, სურათი მკვეთრად შეიცვალა. ორი ისრაელელი სამხედრო მოხელის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელი იმდენად სერიოზულად გადაწია მეორე პლანზე, რომ მისი ლიდერები ფაქტობრივად სრულად გამოეთიშნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ვაშინგტონს და თეირანს შორის. ორი ოფიციალური პირის თქმით, ისრაელელები, რომლებიც თავისი უახლოესი მოკავშირის შესახებ ინფორმაციის დეფიციტს განიცდიდნენ, იძულებულები გახდნენ შეეგროვებინათ ყველა ცნობა ვაშინგტონს და თეირანს შორის ურთიერთობაზე და ამისთვის გამოიყენეს კავშირები რეგიონის ლიდერთან და დიპლომატებთან, ასევე საკუთარი დაკვირვება ირანის რეჟიმის შიგნით. გარდა ამისა, შეერთებული შტატები განიხილავს ირანთან ახალი ბირთვული გარიგების ვარიანტებს, მათ შორის ლაპარაკია თეირანის ბირთვული პროგრამის დროებით გაყინვაზე, მისი საბოლოო განადგურების შემდეგ, რაც ისრაელში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შეერთებული შტატების ელჩმა ისრაელში მაიკ ჰაკაბიმ ლიბანელების შესახებ, რომლებსაც ახლა ისრაელის ცახალი ბომბავს, განაცხადა, რომ ისინი მადლობას უნდა ეუბნებოდნენ ისრაელს მობილური ტელეფონების, ჩერის, პომიდრების და უკურკო საზამთროს გამო. საინტერესოა, აცნობიერებენ თუ არა დღეს ლიბანელები, რომ ისრაელი რომ არ ყოფილიყო მათ მობილური ტელეფონებიც არ ექნებოდათ. ესმით თუ არა მათ, რომ USB-ს და საავტომობილო ნავიგაციის გამოყენებისას, ჩერის, პომიდრის და გემრიელი უკურკო საზამთროს ჭამისას ნაცვლად იმისა, რომ თქვან, მე ამ ხალხს ვერ დაველაპარაკები, გადალახონ საზღვარი, ხელი ჩამოართვან მათ და უთხრან, მადლობა იმ საგნების შექმნისთვის, რომლებმაც ჩემი ცხოვრება გააუმჯობესეს და გაამარტივეს, დაწერა დიპლომატმა. ტელეგრამის დამფუძნებელმა პაվել დუროვმა განაცხადა, რომ WhatsApp-ი მომხმარებლებს ატყუებს, მათ პრივატულობა გაყიდეს, განაცხადა დუროვმა. WhatsApp-ში დაშიფრულობის რეჟიმი დიდი თაღლითობაა. ტეხასის შტატმა SSA უშილა WhatsApp-ს იმის გამო, რომ კომპანია ატყუებდა მომხმარებლებს კონფიდენციალობის შესახებ. სინამდვილეში WhatsApp-ის თანამშრომლებს აქვთ წვდომა ფაქტობრივად ყველა პირად შეტყობინებასთან. ახლა ჩვენ ვიცით, რას გულისხმობდა WhatsApp-ის დამფუძნებელი, როდესაც ამბობდა, ჩემი მომხმარებლების კონფიდენციალურობა გავყიდეო, განაცხადა დუროვმა. ილონ მასკის SpaceX-მა ფინანსური ანგარიში პირველად გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია რეკორდულ $1,075,000-დაა შეფასებული, მან აღიარა 27 მილიარდი დოლარის დაგროვილი ზარალი მთელი მისი არსებობის განმავლობაში. დეფიციტური აღმოჩნდა 2025 წელით. სუფთა წაგებამ შეადგინა 4,9 მილიარდი დოლარი, 18 მილიარდი დოლარის მოგების ფონზე. ერთადერთი მომგებიანი აქტივია Starlink-ი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მილიარდი დოლარის მოგებით. ყველაფერი დანარჩენი ფულს ჭამს. მარტო ცალკე აღებულმა ხელოვნური ინტელექტის ქვეგანაყოფილებამ 3 თვის განმავლობაში 2,47 მილიონი გამოიყენა. სუფთა მოგება ჯერჯერობით რაკეტებსაც არ მოაქვთ. სააგენტო როიტერსის ინფორმაციით ისლამური რესპუბლიკის უმაღლესმა ლიდერმა გამოსცა ბრძანება ქვეყნიდან იმ ურანის გატანის აკრძალვის შესახებ, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნისთვის ვარგისია, მაგრამ თეირანმა გაამკაცრა საკუთარი პოზიცია ამერიკის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში. აითოლა მოჯდაბა ხამეინის ბრძანებამ შესაძლოა უარესად გააბრაზოს ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი და გაართულოს მოლაპარაკებები ომის შეწყვეტაზე. ამერიკა, ისრაელს და ირანს წერს მასალის ავტორი. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ირანის უმაღლეს ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ მასალების საზღვარგარეთ გაგზავნა ქვეყანას უფრო მოწყვლად გახდის ამერიკის და ისრაელის მომავალი თავდასხმებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეებში ბოლო სიტყვა ხამეინიმ უნდა თქვას. გარდა ამისა, ორი მაღალი რანგის ირანული წყაროსნობით, ირანში არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ საბრძოლო მოქმედებების პაუზა იყო ვაშინგტონის ტაქტიკური მანევრი, რომელსაც ავიადარტყმების წინ უსაფრთხოების ილუზია უნდა შეექმნა.